მოგესალმებით. ჯერ კიდევ სკოლაშიც კი არ ვიყავი, როდესაც პლანტაციაში დავდიოდი თხილის შესაგროვებლად. თურმე ვედროს დავიჭერდი და ჩემი ბიძაშვილები გზად რომ ხვდებოდნენ, მეკითხებოდნენ, სად მიდიხარო? მე უპასუხობდი, პლანტაციაში მივდივარ, თხილი უნდა შევაგროვო. თხილი რისთვის გინდაო? თხილი მობილური უნდა ვიყიდო მეთქი. აი ეს დროა, როცა მოდაში იყო ძველი ერიქსონის მობილურები, რომელიც დაახლოებით ამ სიდიდის იყო და ძალიან დიდი ანტენები ჰქონდა, მაგრამ მე ეს მინდოდა. მობილური რისთვის გჭირდებაო? მე ბიზნესმენი უნდა გამოვიდე თქო. თურმე მაშინ აი ძალიან პატარასაც კი მცოდნია, მე ვინ უნდა გამოვსულიყავი და რა მინდოდა. 4 წლის ვიყავი დაახლოებით სკოლაში რომ შევედი რა ჩემ და სავეკიდე. ის ჩემზე 2 წლით უფროსი არის და როდესაც სკოლაში მიდიოდა, მე ძალიან მინდოდა რომ მასთან ერთად წავსულიყავი. ჩვენ სოფელში ბაღი არ იყო, ამიტომაც მშობლებმა გადაწყვიტეს რომ მოდი ეს სახში ვერ გავაჩერებთ და მოდი დავაწყნაროთ და ბარემ წავიდეს მასთან ერთად სკოლაშიო და ესე დავამთავრე პირველი კლასი. სკოლამდე სახლიდან 6 კილომეტრი იყო. მე 4 წლის ბავშვს ჩანთით 6 კილომეტრის გავლა ძალიან მიჭირდა. ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის და ჩემი და სახში რომ მოვიდოდა, მე დაახლოებით 1 საათის მერე მოვდიოდი, იმიტომ რომ გზაში ბევრჯერ ჩერდებოდი. ამიტომაც მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ შემდეგი წლები გვესწავლა უფრო ახლოს მდებარე სკოლაში და გადავედით სხვა სოფელში, რომელიც სკოლა 1 კილომეტრით ახლოს მდებარეობდა მამიდა ჩემი სახლთან და მამიდასთან ვრჩებოდით. შაბათ-კვირას კი სახლში მოვყავდით მშობლებს. და მახსოვს სახლში რომ მოვდიოდი, პირველ რიგში ეზოს ვათვალიერებდი, შემდეგ სახლს და შემდეგ უკვე თხილნარში მივდიოდი და ჩემებს ერთგვარი ანგარიშის ჩაბარებას ვთხოვდი, აბა რა გააკეთეთ, ახალი რა დაამატეთ, ეს ისე რატო გააკეთეთ და ანუ ძალიან მომთხოვნი ვიყავი. მამა ჩემი სადმე თუ წავიდოდა, ეგრევე ავაკიდებოდი ხოლმე, არ მქონდა მნიშვნელობა, ყანაში მიდიოდა თუ საქმეზე მიდიოდა და მოკლედ ყური რო არ მოგაწყინოთ, თელ ამ პროცესში შემიყვარდა სოფლის მეურნეობა. სკოლაში რო დავდიოდი, სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მიყვარდა ეს სკოლის პერიოდი, მაინც და სულ მინდოდა რომ სახლში ყოფილიყავი და ჩემს მიხმარებოდი, მაგრამ ვახერხებდი ორივე შეთავსებას ერთმანეთთან და მთელი ამ სკოლის პერიოდში სულსილობდი რომ ჩემს ხარში ამოდგოვოდი და ჩემი მშობლები სადღაც 96 წლიდან ეწეოდნენ ძირითადი მიმართულება იყო თხილის ბიზნესი, რადგან სამეგრელოში ვართ და იქ ერთგვარად ყველა სარფიან საქმიანად მიიჩნეოდა და დაახლოებით 10 წლის ვიყავი რომ უკვე ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადავდგი ამ კუთხით. მახსოვს რომ ჩემმა მშობლებმა ჩამაბარეს თხილის შეძენა, ხარისხის შემოწმება და უკვე ანგარიშწორებაც კი და ეს ძალიან უკვირდა ჩვენს მეზობლებს და კიდე ჩვენ ირგვლივ მყოფ ხალხს, როგორ შეიძლება 10 წლის ბავშვს ამ ხელა საქმე დაავალაო, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, რომ სანდო ადამიანის პოვლა ძალიან რთული იყო და აბა ვისენდობოდნენ თუ არა ოჯახის წევრს. მიუხედავად ასაკის. 10 წლის ვიყავი, მანქანასაც რო ვატარებდი უკვე დამოუკიდებლად, მამა ჩემმა ყველა შვილებს გვასწავლა, იმიტომ რომ თვლიდა რომ აუცილებლად გამოგვადგებოდა მომავალში და თვლი რომ ძალიან სწორადაც მოიქცა და როდესაც სკოლის პერიოდი მორჩა, უკვე მე წავედი იქითკენ რომ უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა და აქ უკვე ცოტა რთული პერიოდი დამიდგა, იმიტომ რომ საცხოვრებლად მომეწია თბილისში გადმოსვლა, რაც ძალიან გამიჭირდა და ცუდად შევეგვე, იმიტომ რომ ჩემი სფერო უფრო მიწასთან სიახლოვე არის და თბილისის და აი ქალაქის რითმ ძალიან ცუდად შევეგვე. მახსოვს პერიოდი დედას ურეკავდი 4ჯერ ალბათ 5ჯერ დღეშიც რომ დედა ეს ბინა მიჭერს და წამიყვანეს სახში თქო, მაგრამ სწავლას ხო არ მივატოვებდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ის თეორიული ცოდნა, რასაც მე იქ ვიღებდი უნივერსიტეტში, საჭირო იყო და აუცილებელი ჩემი მომავალი წარმატებისთვის. ამიტომაც დავამთავრე ილიას უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, მაგრამ როდესაც დავამთავრე, აქ შემდეგი ეტაპზე გადასვლისთვის ბევრი არ მიფიქრია. იმიტომ არ ვიფიქრე ბევრი, რომ მაგისტრატურაზე კიდე 2 წელი რომ მესწავლა, მაშინ ჩემი საქმე უნდა მიმეტოვებინა და ალბათ ძალიან შტერი უნდა ვყოფილიყავი, კიდე 2 წელი იმისთვის მესწავლა და ის შემექმნა შემდეგ, რაც მე უკვე დღეს მქონდა და რისი განვითარებისთვის უნდა მებრძოლა. ამიტომაც დავბრუნდი სოფელში და მშობლების დაწყებული საქმე განვაგრძე და განვავითარე და არა მარტო განვავითარე, კიდე ახალი რაღაც წამოვიწყე და
2013 წელს ჩემდასთან ერთად დავაარსე მეორე ჟპს კოდუ გრუპი, რომლის სახელის ქვეშ ავიღე 273 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც ნაწილზე თხილის პლანტაცია იყო გაშენებული, ნაწილზე კი სახნავს 1000 მიწები. ძალიან მინდოდა ამ მიწისთვის გამოყენება მომიფიქრებინა. ერთი იდეა იყო, რომ სიმინდი დაგვეთესა და მის გამიგოყო შემოსავალი, მაგრამ როცა დავიანგარიშეთ და სიმინდის მარცვლიდან აღებული შემოსავლით ძალიან ცოტა იყო, ამიტომაც ცოტა ნოვაციისკენ წავედით და გადაწყვეტე გვეწარმოებინა სილოსი. ეხლა აგიხსნით რა არის სილოსი. ეს არის სიმინდის გამზადდება, არის მწვანე მასა, ანუ როცა ჭყინტი არის სიმინდი, ამ პერიოდში იჭრება და ქუცმაცდება დაახლოებით 2-3 სანტიმეტრის ზომაზე და ვაკუუმში იფუთება და შემდეგ უკვე გამოიყენება ფერმებში საქონლის გამოსაკვებად. არის ძალიან კარგი პროდუქტი ფერმერებისთვის, იმიტომ რომ საქართველოში მსგავსი სახის პროდუქტის წარმოება არ იყო, ვიფიქრე რომ დამეწყო ეს. მაგრამ ამას სჭირდებოდა შესაბამისი დანადგარები. მე ინტერნეტის საშუალებით დაახლოებით 3 თვე ვეძებდი ამ დანადგარებს, რაც ბაზარზე იყო არსებული იყო დაახლოებით 100-150 კილოგრამიან შეფუთვებში ახდენთ, ანუ ბალებად აკეთებდა, რაც ჩვენთვის ხელსაყრელი არ იყო, იმიტომ რომ მე ორიენტირებული ვიყავი მცირე ფერმერებზე, მსოფლად ცხოვრებ თითოეულ ოჯახზე, რომ გამოიყენებინა, ამიტომაც ამისათვის საჭირო იყო 20-25 კილოგრამიანი შეფუთვები. და ბევრი სიტყვა არ გამიგრძელდეს, 3 თვის მერე წავაწყდი ამ დანადგარს, მაგრამ აქ უკვე წარმოიშვა პრობლემა, რომ მჭირდებოდა ფინანსები. ფინანსებზეც რო ვიფიქრე, მე დავუკავშირდი სალიზინგო კომპანიას და ლიზინგის ლახმარებით მინდოდა შემეძინა ეს ყველა საჭირო აგრეგატები, რაც მე მჭირდებოდა ქარხანისთვის. ვინაიდან გამოუცდელი ვიყავი ამ კუთხით, დაახლოებით 3-4 თვე ვაგვარებდი დოკუმენტაციას, რაც ლიზინგისთვის მჭირდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შევიძინე და დავამონტაჟე. მაგრამ პირველ წელს ვიზარალე, იმიტომ ვიზარალე, რომ მთელი ამ პერიოდი გასტანა 7-8 თვე და მაგრამ როგორც ებრაელები იტყვიან, ჩემ შვილსო პირველი წელი წაეგოსო და მერე სულ მოეგოსო, აი მასე დაგვემართა. შემდეგ წლებში უფრო დიდი შემართები და უფრო დიდი მონდომებით შეუდექი ამ საქმიანობას. და მეორე წელსაც განვაგზე, მაგრამ შემდეგ ეტაპზე კიდე ახალი პრობლემა წამომეშვა. ვქირავობდი ტექნიკას და ნაქირავები ტექნიკით ძვირი მიჯდებოდა და დროშიც გაწელვადი იყო და მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა დროში ძალიან შეზღუდულია. თუ აგროკალენდარში არ ჩაეტია უკვე გარკვეულ ზარალს განიცდის, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ შემეძინა უკვე ჩემი საკუთარი ტრაქტორები, აგრეგატები, ყველაფერი და მე თვითონ დამემუშავებინა მიწა. ისევ ლიზინგს მივმართე, აქ უკვე გამოცდილი ვიყავი და ძალიან მალე მოვაგვარე ეს ყველაფერი. შევიძინე ნიუ-ჰოლანდის 100 ძალიან ტრაქტორი, თავისი ქუთნით, სათესით და ყველა აგრეგატებით, რაც მე მჭირდებოდა. მაგრამ კიდე ახალ პრობლემას წავაწყდი. ყავდა ოპერატორი, რომელსაც ხანდახან არ ეცალა. და ეს ხანდახან არ ეცალა, რომ დაიმთხეოდა იმ პერიოდს, როცა მე მჭირდებოდა, ეს ძალიან ცუდი იყო. ამიტომაც ძალიან ადვილ გამოსავად მივიჩნია, რომ მე თვითონ შემესწავლა ეს ყველაფერი. მეთქი რა უნდა ტრაქტორის ტარებას თუ მანქანასაც ვატარებდქო. და თავიდან შევხედე, ჩემ ოპერატორს ვუყურე, როგორ ხნავდა, როგორ ამუშავებდა და სიმართლე გითხრათ, სულ 2-3 პრაქტიკული მაგალითის შემდეგ თავისუფლად ავისთვისე ტრაქტორის. და პირველად მახსოვს სოფელში რომ გავედი, ყველამ ცოტა ისე დამიწყო ყურება, ნუ ეს ეხა სამარიაჟოდ გამოვიდა. მაგრამ ეს სამარიაჟობა როცა დაინახეს, რომ მე როგორ ხნავდი, როგორ ვიღებდი სიმინდს და ვაჩოპერებდი, ესე რომ ვთქვათ, კომბაინით როგორ ვიღებდი, მერე უკვე სხვანაირად იფიქრეს, 21 წლის გოგოს რა გაუჭირდა, რომ ტრაქტორზე არ დამჯდარიყო. მაგრამ მე ამას ძალიან ისეთი ხალისით უყურებდი და მეცინებოდა, იმიტომ რომ მე ვაკეთებდი იმ საქმეს, რაც მე მომწონდა და რაც მე მიყვარდა. და სულაც არ იყო ამაში რაიმე საპრობლემო, მაგრამ იმ ადამიანებისთვის მესმის, იმ ჩემი მეზობლების, ვინც ესე ფიქრობდა, იმიტომ რომ მათ პერიოდში ტრაქტორები ასოცირდებოდა ძალიან ბინძურ, ტალახიან, მაზუთით დასრულ ხელებთან და ნუ მესმის მაგათი, მაგრამ დღეს ტრაქტორები ისეთივე კომფორტულია, როგორიც მაგალითად Mercedes-ის ტიპის მანქანები და ვისაც სურვილი გაქვთ, შემიძლია წავიყვანოთ ჩემ პლანტაციაში და დავსვათ ჩემ ნიუ-ჰოლანდზე და გაგატარებინოთ. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ პროფესიას და გენდერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის შენი სამუშაო ღირებულებები. მე ჩემთან შევქმნი ის სამუშაო გარემო, რომელიც მე თვით დაჯერებულს ხვდი და
ისეთი გარემო, რომელიც მე მომწონდა და мотивაციას мотивირებულს ხდის უფრო და დღეს მე აგერ უკვე 3 წელია რაც სოფელში ვარ და ხელმძღვანელობ 2 კომპანიას, აქედან ერთ-ერთი 2001 წლიდან სულ ექსპორტზე გააქვს თხილი, მეორე კომპანია როგორც გითხარით, აი ფერმერებს ვამარაგებ ცილოსით და დასაქმებული ყავს 10-დან 40-მდე ადამიანი მუდმივად, წარმოების დატვირთულობის მიხედვით, ხოლო სეზონურად 100 ადამიანი და ეს იმ რეგიონში, სადაც მიმდებარე სოფლებში საერთოდ არც ერთი დასაქმებელი არ არის. ამით გეტყვით იმას, რომ თავარი აკეთოთ ის საქმე, რომელიც გიყვართ და როცა სხვები შემოხედავენ, რომ როგორი მოდგინებით და როგორი სიყვარულით აკეთებთ ამას, მათ მერწუნეთ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გენდერის ხართ და რა პროფესიის წარმომადგენელი ხართ. ამით უფრო სტიმულს მიცემთ იმ ადამიანებსაც და ვიტყვი, რომ ეს იქნება წარმატების მაგალითები და ამით უფრო თვითდაჯერებულები იქნებით თქვენც. ძალიან დიდი მადლობა, ყველას დიდ წარმატებებს გისურვებთ.